გამარჯობათ მეგობრებო. მე ვარ საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი შოთა კვარაცხელია. ვიწყებთ გადაცემათა ციკლს თევზაობის გაკვეთილებით. ჩვენი პირველი გადაცემის თემა იქნება დამატებითი და მისაჩვევი საკვები. რისთვისაც ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. დამატებითი საკვების ჩვენ დაგვჭირდება საბაზისო საკვები, რასაც ქვია. ანუ ეს არის კატო. ჩვეულებრივი კატო, რომელიც იყიდება ნებისმიერ მაღაზიაში, სათევზაო მაღაზიაში დაფასებული არის თითო კილოგრამად. შემდეგი ინგრედიენტი, რომელიც აგრეთვე აუცილებელი არის აღმოსავლეთ საქართველოს თევზაობისას, ეს არის დაფქვილი კოპტონი. ყავის საფქველში ძალიან წვრილ ფრაქციად, იმისთვის რომ სურნელოვანი აურა შექმნას ტბაში. აი ესეთ დაფასებაში იყიდება სათევზაო მაღაზიაში. აუცილებელი არის აგრეთვე დავამატოთ ქართული წარმოების დამატებითი საკვები, რომელიც იყიდება სათევზაო მაღაზიაში. ჩვენ შემთხვევაში ეს არის სენსასის მსოფლიოში ცნობილი ბრენდის დამატებითი საკვები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ დოზირებულად და საერთოდ 5 კილოგრამის საჭმელიდან ეს დაგვჭირდება მაქსიმუმ 1. არ უნდა დაგვაუწყდეს აგრეთვე არომატიზატორი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის არომიქსი, იგივე ბრენდის, სენსასის, რაც საერთოდ ცუდად ჟღერდეს და ეს არის კონცენტრირებული დაჭყნეტილი ჭიების სუნი. თევზს ძალიან მოსწონს. სხვა შემთხვევაში შეიძლება გავაკეთოთ კონცენტრირებული არომატიზატორი, რომელსაც ქვია ატრაქტანტი. ანუ განსხვავება მაგაში მდგომარეობს, რომ არომატიზატორი არის არაკონცენტრირებული, ატრაქტანტი არის კონცენტრირებული. თუ ჩვენ დამატებით საკვებში არომატიზატორს ვამატებთ 100-200 გრამს, ატრაქტანტს ვამატებთ 2-3 წვეთს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ტუტი ფრუტი, ანუ ტკბილეულის გემოთი ატრაქტანტი. დამატებითი საკვების მოსამზადებლად ოპტიმალური არის რბილი კონტეინერი. რა თქმა უნდა, შეიძლება მოვძლოთ ტაშში, შეიძლება მოვძლოთ ქვაფში, ცელოფანის პარკში, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის უმჯობესი არის ხელქვეითი იქონიოთ ისეთი საგნები, რომლებიც გამოგვადგებათ საერთოდ თევზაობისას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რბილი კონტეინერი, სპეციალურად გაკეთებული დამატებითი საკვების მოსაზელად. დავიწყოთ უშუალო დამატებითი საკვების მომზადება. ვიღებთ კატოს. არასდროს არც ერთი პატიოსანი მეთევზე ნაგავს არ დატოვებს წყალსატევზე, განსაკუთრებით ცელოფანის პარკს და ისეთ ნაგავს, რომელიც დიდხანს არ იხსნება და ბუნებას ამნებს. ამიტომ ყველა ჩვენი ნაგავი მიგვაქვს თან. შემდეგი კომპონენტი არის დაფქვილი კოპტონი. დაფშვნილი კოპტონი უნდა იყოს ძალიან წვრილი ფრაქციის, იმისთვის რომ წყალში მოხვედრისას თევზი არ დავნაყროთ. ანუ იგი უნდა გზნობდეს საჭმლის სუნს, მაგრამ უნდა იყოს მშიერი. ამიტომ დააკვირდებით, ეს არის თითქმის ფქვილივით. ვრით კოპტონს. ანუ ჩვენ უკვე კონტეინერში გვაქვს ორი ინგრედიენტი, ეს არის კატო და კოპტონი. აუცილებლად უნდა ეხლავე აურიოთ მშრალ მდგომარეობაში. რითი არის კიდე მოსახერხებელი ეს რბილი კონტეინერი. ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მოვყიდოთ, ამოვწიოთ, ხელი შევუყაროთ ქვევიდან, გავასწოროთ. ანუ პრინციპში ძალიან ესეთი კონსტრუქციაა შექმნილი, რომ ვედროსგან და ტაშისგან განსხვავებით, გინდა აქეთ გადმოვწევთ, მანქანაში ტრანსპორტირებისას ძალიან მოხერხებულია, იკავებს ძალიან პატარა ადგილს, ასე რომ ყველას რეკომენდირებას გიწევ. შემდეგი კომპონენტი ეს არის მზა დამატებითი საკვები, რომელიც საკმაოდ ძვირია, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს. ანუ
5 კილო დამატებითი საკვებიდან მხოლოდ 1 კილო არის ფასიანი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ მაღაზიაში. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ბრენდული სენსაციის დამატებითი საკვები, რომელსაც ჩვენ აგრეთვე ვამატებთ. მას ძალიან ძაფი სპეციფიკური სუნი აქვს. აგრეთვე არავითარ შემთხვევაში ცელოფანის პარკს ჩვენ არ დავტოვებთ ბუნებაზე და ისევ ურევთ. ანუ საქმე რაშია, სხვადასხვა კომპონენტები უნდა არეული იქნას მშრალ მდგომარეობაში. და მხოლოდ როდესაც ჩვენ მორჩებით ყველა კომპონენტის დამატებას, მხოლოდ მაშინ ვამატებთ წყალს, რომელიც ესე ვედროთი გვაქვს ამოღებული. წყალი უნდა იყოს აუცილებლად იმ წყალსატევის, რომელშიც ჩვენ თევზაობთ. პირიქით შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გემოთა არევა და დავჭერთ თევზის გარეშე. არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტკბილის სიმინდი, რომელიც ძალიან უყვარს თითქმის ყველა ჩვენ კარპისებური ოჯახის წარმომადგენელს, საზანს, კობრს, ამურს. მაგრამ ჩვენ ისი არ ჩავასხავთ, ჩვენ დავამატებთ ტკბილ არომატიზატორს. წყლის შერევის პროცესი უნდა ხდებოდეს ერთდროულად მორევასთან. აი მიახლოებით აი ესე. ისევ შველის ჩვენი რბილი კონტეინერი, რომელსაც ვატრიალებთ, ვირებთ წყალს. ვასხავთ, ურევთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიახლოებით კონსისტენციით როგორც ხაჭო. ანუ არც სველი, არც მშრალი. თუ ჩვენ თევზაობთ ზედაპირიდან, იმ შემთხვევაში წყალი უნდა დავაკლოთ. იმიტომ რომ უნდა გამოვიდეს მშრალი და სკდებოდეს წყალზე დაცემისთანავე. თუ ჩვენ თევზაობთ ფსკერზე, წყალი უნდა ოდნავ გადაჭარბებით ვიხმაროთ იმისთვის, რომ დამატებითი საკვები გაჯერდეს და გუნდა შეინახოს ფსკერზე დავარდნამდე. იმის შემდეგ, როდესაც ჩვენმა დამატებითმა საკვებმა მიიღო ყველა საჭირო კომპონენტები, ჩვენ იგი საკმაოდ დავასვენეთ. უნდა მოხდეს მისი გაჯერება. ანუ 15 წუთი შეგიძლიათ სიგარეტი მოწიოთ და დატკბეთ ბუნების სილამაზე. გავიდა 15 წუთი. ჩვენი დამატებითი საკვები გაჯერდა სრულად, ამიტომ შეგვიძლია დავიწყოთ გუნდების დამზადება. უნდა არ უნდა იყოს ძალიან დიდი. აი მიახლოებით, აი მხელა. ის კარგად უნდა იყოს შეკრული. ესეთი გუნდები უნდა დავამზადოთ სასტარტო დაკვებისთვის, ალბათ 10-15 წელი. შემდეგ უნდა 5 წელი საათნახევარ 2 საათში ერთხელ დამატებით ჩავყაროთ წყალში. ვაგრძელებთ გუნდების დამზადებას. მართალი რო გითხრათ, საკმაოდ მოსაწყენი ღონისძიებაა გუნდების ძერწვა, მაგრამ მერწმუნეთ პირველივე დაჭერილი თევზი მოგანიჭებთ ძალიან დიდ სიამოვნებას და ეს ამდენი დახარჯული დრო და ენერგია ძალიან გაფასებული გექნებათ. დავამზადეთ საკმაო რაოდენობით გუნდები, ეხლა გადავდივართ უშუალოდ დაკვებაზე. იმისთვის რომ დაკვება იყოს წერტილოვანი და ზუსტი, საჭირო არის ჯერ გავარკვიოთ ჭერის ადგილი. ანუ აწყობილი ანკესი გადავაგდოთ
აი როგორც თქვენ ალბათ კადრში დაინახავთ, გადაგდებული არის და ტივტივა ჩანს და მიზან მიმართულად დავუმიზნოთ ჩვენი გუნდები ტივტივას და მაქსიმალურად შევეცადოთ მას მოვარტყათ იმისთვის, რომ დაკვება იყოს წერტილოვანი, ანუ არ გავფანტოთ თევზი დიდ რაოდენობაზე. ეხლა უშუალოდ ამასაც გავაკეთებთ. აი ჩვენი ტივტივა. როგორც ხედავთ, პრაქტიკულად ერთ წერტილში ვახდენთ საკვების ჩაყრას. თუ დააკვირდით, ბოლო გუნდები მე სპეციალურად მაღალი ტრაექტორიით ავაგდე იმისთვის, რომ დამატებითი საკვები ზედაპირზე გაიშალოს. ანუ შეიქმნას მაქსიმალურად დიდი შლეიფი, შეიძლება ესე ითქვას, სურნელოვანი სვეტი კიდე მას ეძახიან. როგორც ხედავთ, დაკვებილ ადგილზე ძალიან დიდი რაოდენობით არის თევზის კონცენტრაცია, წვრილის. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ჯერ საკვებთან მოდის წვრილი თევზი, მერე ეწევა ხოლმე დიდი. დიდი ვერაფრით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ჩვენმა დამატებითმა საკვებმა მოგვიტანა სასურველი შედეგი. ყოველ შემთხვევაში ტბაზე ჩვენ დავრჩით მარტო თევზით. ასე რომ ცოტაოდენი ხაზანი ჩვენს დავიჭირეთ. ჩვენი პირველი გადაცემა იყო დამატებით საკვებზე. იმედია, თქვენ გაიგეთ თუ როგორ კეთდება ის. წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. მე ვარ შოთა კვარაცხელია, მომავალ შეხვედრამდე.